ერთი ამას შეხედეთ და აბა თუ გამოიცნობთ ვიზე საუბრობს. ვინ ჩვენ სუვერენიტეტს არ აღიარებს, ის არ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. არ აღიარებს ქართული ხალხის სუვერენიტეტს და საქართველოს დამოუკიდებლობას, ზუსტად ამას თქმა უნდა გავაუქმოთ საქართველოს სუვერენიტეტს. ანუ წესით ლოგიკურად რომ ვისჯელოთ, უნდა საუბრობდეთ რუსეთზე, ხომ? რუსეთია სწორედ ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობს, რომელსაც დაპყრობილი აქვს საქართველოს ტერიტორიები, რომელსაც 300,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე ყავს გამოყრილი საკუთარი სახლებიდან და საკუთარი შეიარაღებული ძალები უყენია საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ წესით მასზე უნდა ლაპარაკობდეს, ხო, რუსეთზე, რომელიც ყველანაირ საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს საქართველოსთან მიმართებაში და მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში არც ერთი შეთანხმება საქართველოსთან არ დაუცავს და ყველა დაარღვია, ხო? მაგრამ იცით რეალურად ვიზე საუბრობს? ეს საუბრობს ევროსაბჭოზე. ორგანიზაციაზე, სადაც ზურაბ ჟვანიამ სიამაყით განაცხადა, რომ მე ვარ ქართველი, მასშტაბე ვარ ევროპელიო. ორგანიზაციაზე, რომელიც უკვე 10 წლეულებია საქართველოს ეხმარება ინსტიტუციების განვითარებაში. ორგანიზაციაზე, რომლის დაქვემდებარებაშიცაა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო. ორგანიზაციაზე, რომელიც ქართულ ოცნებას თხოვს, რომ დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპები, გაანებოს ქართული ხალხის ჩაგვრას თავი და მისცეს ადამიანებს თავისუფლად ცხოვრების საშუალება. აი ამაზე საუბრობს. და აი ეს ნახეთ რეებს ამბობს ახლა. ეს აღარ არის უკვე ევროსაბჭოს ინსტიტუცია, საბჭოთა მენტალიტეტის მქონე რეზოლუციები ჩვენთვის იმაზე ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე ის ქაღალდი, რომელზეც ის იბეჭდება. ვინ მოიყვანა ეს არ ვიცი. ვინ ხარ ბიჭი?